როგორ მოვიძიოთ სამსახური, როგორ მოვამზადოთ ამისთვის, როგორი თვით შეფასება ვართ და როგორ განსაზღვროთ ჩვენ თვით შეფასება, ასე ვთქვათ, როგორ შევადგენთ ის არჩევანი და უფრო დახვეწილი ხდება, ასე ვთქვათ. გავიცნოთ განცხადებებს სისტემატიურად და როგორ განსაზღვროთ ჩვენი დასაქმების შანსი. ჩვენ ცხოვრობთ კონკურენტულარიან მოთხოვნა ის არის, იმ მოთხოვნების ნუსხა უნდა იყოს ახლა. უნდა ვიცოდეთ რა დრო არის შესასრულებელი კონკრეტული სამუშაოს რეალობასთან. ან დავუშვათ მცირეწლოვანი ბავშვი ყავს სახლში. აცხადებს ამ ვაკანსიას აუცილებლად უთქვის ნომერს და ესაც აუცილებელია. დღევანდელი დღის მიზანი და ზოგადად ამ ტრენინგების მიზანი არის, რომ აი ეს უნარჩვევები, რაც გააჩნია სამუშაოს მაძიებელს, უფრო უკეთესად მოახერხოს დამსაქმებელთან წარმოაჩინოს, ასე ვთქვათ, და უფრო უკეთესად რომ მოხდეს მისი თვითშეფასება, იგივე სამუშაოს მოძიების ტექნიკასაც ვასწავლით ჩვენ ამ ტრენინგებით, CV-ს და სამოტივაციო წერილის შედგენასაც ვასწავლით, რა თქმა უნდა, ანუ ყველა იმ საჭირო დოკუმენტაციას, რაც არის აუცილებელი დამსაქმებლისათვის და ბოლოს გასაუბრებაზე გასვლის ტექნიკა, რაც აუცილებლად დაეხმარება დამსაქმებელთან, კიდევ ერთხელ უფრო უკეთეს ჭრილში და უფრო ყველა ის უნარჩვევა რაც აქვს ამ ადამიანებს, ამ სამუშაოს მაძიებლებს, რომ გამოაჩინონ ამ დამსაქმებელთან, რათა შემდგომში დასაქმდნენ და იპოვონ თავისთვის სასურველი სამუშაო ადგილი. მე მოხარული ვარ ყოველთვის ასეთი ტრენინგების ჩატარებით, რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება საზოგადოებაში და ხალხში, რომ რაც უფრო მეტი დასაქმდება და ის რაც უფრო მეტად ექნება ხალხს საშუალება დასაქმების, მით უფრო კარგია. მე თვითონ ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ხედავთ ეტლით, ჩემთვის ეს პირველი არ არის. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩავერთო ესეთ ღონისძიებებში, როგორიც აი ეს ტრენინგებია, რომ მით უფრო მეტი ინფორმაცია გავიგო და ცხოვრების გზაზე ბოლოს გამომადგეს. მოვედი იმიტომ, რომ დავიწყო სამსახური. რაც შეეხება აქ ინფორმაციას ძალიან კარგია. ესეთი ინფორმაციები ადრე რო ყოფილიყო, ხალხი უფრო მეტად დასაქმდებოდა და ყველა რო იტყვიან თავის ნიშს გამოავლენდა. თუ ხშირად იქნება ასეთი დასაქმებები, ძალიან კაი იქნება.